მოგესალმებით ტაქტიკალის სივრციდან ეს ვიდეო განხილვა შეეხება აიფაკების, ანუ ინდივიდუალური სამედიცინო ჩანთების შიგთავსებს. სანამ შიგთავსების განხილვას დავიწყებდეთ, მინდა ვთქვა, რომ ზოგადად დღესდღეობით მიდგომა ესეთია, რომ აიფაკები, ინდივიდუალური სამედიცინო ჩანთები მეტნაკლებად უფრო ორი ძირითადი კონფიგურაცია არის გამოკვეთილი, რაც სიტყვაზე ჩვენ გვაქვს დამაგრებული აღჭურვილობის რომელიმე სისტემაზე ან ქონის ჩანთაში ჩადებული. ეს არის მინიმალისტური შედარებით მცირე ზომის აიფაკები, რომელიც როგორც წესი ჯავშანჟლედზე ან უფრო კამარზე, საბრძოლო კამარზე მაგდება. მინიმალისტურ აიფაკებში არის რამდენიმე ნივთი პირველადი საჭიროების. ეს პირველადი საჭიროების ნივთები ეს არის ლახტის დასადები, სისხლის შემაჩერებელი და პირველადი ნახევრის გასაკეთებელი ნივთები და მეორე ტიპის უფრო მრავალფეროვანი ჩანთები არის დიდი ზომის აიფაკები, საშუალოა დიდი ზომის აიფაკები, რომელთა შიგთავსი უკვე მრავალფეროვანი არის და აი ამ პირველადი საჭიროების ნივთებთან ერთად აქ უკვე ჩალაგებული არის სხვადასხვა დამატებითი და მეორადი მნიშვნელობის საშუალო სამედიცინო ნივთების საშუალებები, დამატებით შეიძლება იყოს ასევე სხვადასხვა პრეპარატები წამლებით ჩალაგებული და ასე შემდეგ. თვითონ უკვე შიგთავსის მიმოხილვაზე რო გადავიდეთ და დავიწყოთ იმ ნივთებით, რომელიც სიტყვაზე აი ესეთი პირველადი გამოყენების მინიმალისტურ აიფაკში უნდა იყოს და მე გადავიდეთ უკვე დანარჩენ ნივთებზეც. ეხლა ზოგადად აქ წარმოდგენილი არის ნივთები, რომელიც მეტნაკლებად მოიპოვება საქართველოში და ჩვენთან გამოიყენება და ასევე რომელთა ყიდვაც შეგიძლიათ ინტერნეტითაც გამოწერაც და თითოეული მათგანი ეხლა აქ წარმოდგენილი ნივთები მაქსიმალურად არის გატესტილი სხვადასხვა კონფლიქტებში გამოიყენებოდა შეერთებული შტატების არმიაში, საზღვაო ქვეითთა კორპუსში, საქართველოს შეიარაღებულ ძალებშიც გამოიყენებოდა და გამოიყენება სხვადასხვა პერიოდებში და ასე შემდეგ. ყველაზე ისეთი რაც არის სიტყვაზე საბრძოლო სიტუაციაში ტაქტიკური დანიშნულებით, ხო, დავიწყოთ ლახტით. ლახტები ახლა ბევრი მრავალფეროვანი არის. ჩვენთან შეიძლება შეხვდეთ ძველ საბჭოთა ვარდისფერ რეზინის სისხლის შემაჩერებელ ლახტსაც, რომელსაც აი სიტყვაზე აკაისის აკაიმის კონდახზე ახვევდნენ ხოლმე, ხო, ავღანეთის ომის პერიოდში, მაგრამ თანამედროვე ლახტი აღარ არის ეგ და თანამედროვე გამოყენებისთვის თანამედროვე აფთიაქში მიზანშეწონილი არის, რომ იდოს ესეთი კატის ტურნიკეტები, სხვადასხვა თაობის კატები არის, ტურნიკეტები არის და ჩვენთან მეტნაკლებად ყველა შოვნადი არის და უპრობლემოდ შეგიძლიათ სხვადასხვა საიტებიდანაც გამოიწევოს. ეს არის ძალიან დახვეწილი კონსტრუქციის სისხლის შემაჩერებელი საშუალება, ტურნიკეტი, რომელიც სიტყვაზე საჭიროებს რა თქმა უნდა მომზადებას, ცოდნას, მაგრამ თუ იცით მისი დადება და ჩვევებში თუ გაქვთ გადასული და იცით მისი სწორი დადება, ძალიან ეფექტურად აჩერებს სისხლს სიტყვაზე კიდურებში ნავსხვრების ან ტყის მოხვედრის შემთხვევაში. კატის ტურნიკეტები ძალიან არის ჩვენთან გავრცელებული, არის ორიგინალი კატებიც, არის კიდე ასევე ჩვენთან ჩინურებიც. ჩინურების სასწავლოთ არის იდეალური, მაგრამ საბრძოლო დანიშნულებით თუ გინდა სიტყვაზე მაქსიმუმ ერთხელ გამოდგეს, ამიტომ ეგეც გამოდგება, მაგრამ ორიგინალი ზოგადად ჯობია კატის ტურნიკეტები. მიზანშეწონილია რომ გქონდეთ მინიმუმ 2 ცალი ტურნიკეტი და ნორმალურ შემთხვევაში 3 ცალი არის საუკეთესო. ერთი სიტყვაზე შეგიძლიათ ხებეზეს დაიმაგროთ გვერდზე არსებულ ჯიბეში ან სპეციალურ ტურნიკეტის პოუჩში დაამაგროთ და დაიმაგროთ ჯავშანჟლედზე ან საბრძოლო კამარზე და ერთი მუდმივად უნდა იდოს სამედიცინო ჩანთუკაში აიფაკში. ჩვენთან შედარებით ნაკლებად გავრცელებული, თუმცა კატის ტურნიკეტზე შეიძლება ითქვას უფრო მეტად დახვეწილი და უფრო კარგი ტურნიკეტი არის ესეთი სოფტის ტურნიკეტი, აქტიურად გამოიყენება შეერთებული შტატების სპეციალური დანიშნულების ძალებში. კატისგან განსხვავებით, მოსაჭიმი ჯოხი პლასტმასის ნაცვლად აქვს ლითონის, ძლიერი ჯოხი არის, აქვს ასეთი მარეგულირებელი ჭანჭიკი და სისხლის შეჩერება ბევრად უფრო კარგად შეუძლია სიტყვაზე, ვიდრე ზოგიერთ შემთხვევაში კატის ტურნიკეტმა შეიძლება შეაჩეროს. თუმცა წონა უფრო დიდი აქვს და ფასი სადღაც 60-ჯერ უფრო მაღალი არის ვიდრე კატის შემთხვევაში. სოფტის ტურნიკეტი ერთი ცალი შეიძლება გქონდეთ და სოფტთან ერთად 2 ცალი
კატის ტურნიკეტი თქვენ სამედიცინო აღჭურვილობაში. შემდეგ გადავიდეთ უკვე შემდეგი საფეხურზე, კომბატ გაუზები, ანუ სისხლის შემაჩერებლები. ეხლა ძალიან დეტალურ და ხანგრძლივ განხილვას არ გავაკეთებთ ამისას, ზოგადად გეტყვით, რომ ეს არის სისხლის შემაჩერებელი საშუალებები და აი აქ გავა ვიდეო ნაწყვეტი გავა, როგორ ხდება მისი გამოყენება რეალურად საბრძოლო სიტუაციაში, ან სიტყვაზე სწავლების შემთხვევაშიც. ეს უნდა ჩაიტენოს სიტყვაზე დამსხვრევისგან ან ტყვიისგან მიყენებულ ჭრილობაში, შემდეგ სისხლთან ურთიერთქმედებაში შედის და ფურდება და აჩერებს სისხლდენას კონკრეტული ჭრილობიდან. მნიშვნელოვანია, რომ ეს ძალიან ესეთი ვადაგასული არ იყოს, თუმცა ვადაგასულებიც მეტნაკლებად მუშაობენ. ეს ქვიკლოთის კომბატ გაუზები სხვადასხვა სიგრძისები არსებობს და ჩვენთან ასე თუ ისე გავრცელებული არის და აქტიურად იყენებენ სამოქალაქოებით, სამხედრო პერსონალის და ასე შემდეგ. არის ასევე ჩვენთან გავრცელებული ესეთი HH-ის სისხლის შემაჩერებლები, იგივე ფუნქციის არის რაც ქვიკლოთი, როგორც კომპანია HH-ის წარმოების არის ეს და ესეც ძალიან ეფექტური არის. ესენი ორივე სტერილური არის, რა თქმა უნდა, და ვაკუუმურ პაკეტებში არის მოთავსებული და რა თქმა უნდა ერთჯერადები არის. აქვე არის ისრაელი ბანდაჟი, ესეთი დასახელების მრავალფუნქციური ნახევის გასაკეთებელი ბანდაჟი არის, თავისი პლასტიკატის სპეციფიური კონსტრუქციის მაფიქსირებლით და ასევე ამ ისრაელი ბანდაჟის გამოყენების დადების დროს როგორ ხდება დადება და ფიქსირება, მაგისი ვიდეოც გავა ამ კონკრეტულ ვიდეო მიმოხილვაში, აი ამ მომენტში ხედავთ როგორ ხდება მისი საბრძოლო სიტუაციაში გამოყენება. ეს 3 ნივთი არის ნომერ პირველი მნიშვნელობის ნივთები, რომლითაც აუცილებლად უნდა დაკომპლექტდეს სიტყვაზე მინიმალისტური აფთიაქი, რომელიც საჭიროა, რომ სიტყვაზე მომენტალურად მოხდეს სისხლის შეჩერება ჭრილობის მიყენების შემთხვევაში. აქვე არის მოცემული შედარებით უფრო მეორე ხარისხოვანი სამედიცინო ნივთები, რომელიც უფრო დიდი ზომის ჩანთის დასაკომპლექტებლად გამოიყენება. ეს არის მაგალითად ესეთი დამტრობის უნივერსალური სახვევი. ასევე დამტრობისას გამოსაყენებელი საფენი, რომელიც პირადად მე გამომიყენებია ორჯერ და ძალიან მაღალი ეფექტურობით შემიძლია დავახასიათო. ესეც ესეთი Waterjet-ის კომპანია Waterjet-ის ბარდრესინგები არის, რომელიც სიტყვაზე საბრძოლო სიტუაციაში, სადაც საომარ სიტუაციაში ტექნიკა ფეთქდება, შეიძლება ხანძარი იყოს, ცეცხლი უკიდია რაღაცებს, ძალიან მაღალი შანსია, დიდი არის ალბათობა, რომ სერიოზული დამწყობა მივიღოთ. ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი ნივთი არის და ძალიან მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა. პირდაპირ ასე თქვა, რამდენიმე მეტრიანი საფენი არის, რომელიც გაჟღენთილი არის სპეციალური სითხით, რომელიც მუდმივ რეჟიმში ახლა ხელი რომ უკიდია ციურ მდგომარეობაში არის შენახული და დამწყობის შემთხვევაში დამწყობ ადგილზე პირდაპირ შეგვიძლია დავაფინოთ. და ტკივილს ხსნის ძალიან ისეთი მომენტალურად. აქვე არის HH-ის H ბანდაჟი, ნახევის გასაკეთებელი, დიდი ზომის ბანდაჟი. აქეთ უკვე ესეთი ჰერმეტული პაკეტი HH-ის ასევე პნევმოთორაქსის კონტროლის შიგთავსით პნევმოთორაქსისთვის. ესეთი ასევე რა თქმა უნდა ერთჯერადი სადეზინფექციო სითხის შემცველი პაკეტი არის ჭრილობის მიდამოს დეზინფექციისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის დროს. აქეთ უკვე ნაზოფარენგიალური მილი, ცხვირში ჩასადგმელი, თვალის დამცავი ფირფიტა თვალის დაზიანების შემთხვევაში, თვალზე ნახევის გასაკეთებლად პირდაპირ ასე ვთქვათ, სახვევი რო თვალს არ შეეხოს, ხდება ამის დაფიქსირება თვალზე
და სახვევითან სიტყვაზე უკეთეს შემთხვევაში სამედიცინო პლასტილებით ხდება მისი დაფიქსირება. აქვე დევს ესეთი არასამედიცინო არის დანიშნულებით, მაგრამ მაინც ისეთი მნიშვნელოვანი ნივთია და სამედიცინო ჩათებში ძალიან ხშირად არის, ხოლო ეს წყლის საფილტრი ამბები არის. სამედიცინო ლეიკოები ორი კონფიგურაციის, ეს ჩვეულებრივი აფთიაქში ნაყიდი, ჩვეულებრივი სამედიცინო ლეიკო, ძალიან მნიშვნელოვანი ნივთია და აუცილებელია იყოს სამედიცინო ჩანთაში და საბრძოლო სამხედრო აიფაკებში არსებული ესეთი ნაცრისფერი მაღალი სიმტკიცის, მაღალი წებოვნების მქონე სამედიცინო ლეიკო უნივერსალური ნივთია ორივე. ასევე ამერიკის არმიის უნივერსალური დოლბანდი, ესეთი, რომელიც ბევრი სხვადასხვა დანიშნულებით შეგვიძლია გამოვიყენოთ, აი ათეულობით სხვადასხვა ფუნქციით შეგვიძლია გამოვიყენოთ და ამისი ინფოგრაფიკაც გამოჩნდება ამის ამ კონკრეტულ ვიდეოს ამ კონკრეტულ მონაკვეთში, როგორ შეიძლება ესეთი დოლბანდის გამოყენება ჩვენთან ესენი პრობლემათი იყიდება, ბევრგან შეხვდებით ტაქტიკური ეკიპირების მაღაზიებში, სხვადასხვა მაღაზიებში, სადაც სამხედრო სალაშქრო ნივთები იყიდება და რამდენიმე წელი რო გქონდეს ესეთი დოლბანდები ძალიან კარგი არის, ერთიც არის სიტყვაზე სამედიცინო ჩანთაში შეგიძლიათ ჩადოთ, სალაშქრო ჩანთაშიც, სხვადასხვა ადგილებზე შეგიძლიათ შეინახოთ და ძალიან მრავალფუნქციური ნივთი არის. აქვე არის ესეთი თერმული საბანი, რომელიც სიტყვაზე ძალიან მრავალფუნქციური არის, ლაშქრობის დროსაც შეიძლება სიტყვაზე მოხდეს და დაგჭირდეთ და გამოიყენოთ და ზოგადად დაჭრილის ან დაშავებულის შესაფუთათაც გამოიყენება, სანამ სიტყვაზე პირველად დახმარების გაწევის შემდეგ გადავიყვანთ ისეთ ადგილზე, სადაც სრულფასოვანი დახმარების გაწევა იქნება შესაძლებელი და უყინვარო არ მოხდეს და სხეულის გადაცივება, ამისათვის გამოიყენება ბევრი სხვადასხვა ზომისები არსებობს და ესეთი საშუალო ზომის უნდა გქონდეთ აუცილებლად დიდი ზომის სამედიცინო ჩანთაშიც. ესეთი ზოგადად რამდენიმე თუ იქნებათ უკეთესია, შედარებით დიდები ზოგ ჩანთაში შეიძლება სიტყვაზე გვერდით ჯიბეებში ან შიდა ჯიბეებში ჩაალაგოთ და ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ნივთია მოკლედ თქვენს როგორც სალაშქრო, ასევე სამხედრო აღჭურვილობაში. აქვე არის მოცემული ესეთი ტაქტიკური მაკრატელი, ესენი ბევრი სხვადასხვანაირები არსებობს, განსხვავდება ერთმანეთისგან კონსტრუქციითაც, ხარისხითაც, მაგრამ მეტნაკლებად ერთნაირი ვიზუალი აქვს, ეს არის ტაქტიკური სამედიცინო მაკრატელი, რომლის ძირითადი ფუნქციაც არის სიტყვაზე კიდურებში ჭრილობის მიყენების შემთხვევაში სწრაფად რომ მოხდეს შავლის ტოტების გაჭრა, ან ხების შემთხვევაში, ხებეს ან ხებემაიკის შემთხვევაში სახელოების გაჭრა, და ჭრილობაზე სწრაფი წვდომა მივიღოთ, იმიტომ რომ არ არის მარტივი დაჭრილის ესე გავხადოთ, უცებ შარვალი ან სიტყვაზე ხები ესე მარტივად გავხადოთ, უნდა მოხდეს სახელობის გაჭრა, თვითონ თლიანად ტანსაცმლის გაჭრა და მივიღოთ წვდომა სიტყვაზე ჭრილობაზე, რომ მარტივად მოხდეს ტურნიკეტის დადება, ლახტის დადება, სისხლის შემაჩერებლის გამოყენება და ასე შემდეგ. ესეთი მაკრატლები ერთიც არის საკმარისი არის და კარგი იქნება თუ მოთავსებული იქნება უფრო ესეთი მინიმალისტურ სწრაფი გამოყენების აფთიაქში, ხშირ შემთხვევაში ჯავშანჟილეტებზეც იმაგრებენ ხოლმე ესე ზემოდან, მაგრამ შეიძლება იქნას ჩადებული დიდი ზომის აფთიაქში. თავარი არის რომ ეს მაკრატელი ხარისხიანი იქნას შესწეული, რომ სიტყვაზე გამოყენების პროცესში არ გაფუჭდეს. აქ განხილული ნივთები ყველა არის ორიგინალი მწარმოებელი კომპანიების წარმოებული ნივთები, არსებობს ამათი სხვადასხვა რეპლიკები, სხვადასხვა ქვეყნების წარმოებული რეპლიკებიც, ანალოგებიც, აქ გვაქვს რამდენიმე ესეთი ვარიანტი მოცემული, ტაქტიკაში არის წარმოდგენილი ესეთი ჩინური წარმოების ანალოგები არის ამ კონკრეტული საშუალებების, მაგალითად კომბატ გაუზების ამერიკულის ასლი, რომელიც ჩინეთის სახალხო არმიაში გამოიყენება აქტიურად. ასევე არის წარმოდგენილი ესეთი დამწვრობის სახვევი, მცირე ზომის დამწვრობის სახვევი. აქვე არის სისხლის შემაჩერებელი, წარმოდგენილი დაახლოებით აი ამ HH-ის სისხლის შემაჩერებლის ანალოგი არის. ეს უკვე ისრაელი ბანდაჟის ჩინური ანალოგები არის სხვადასხვა ზომისები, ყველაზე ესეთი დიდი ზომის 1400 მმ არის სიგრძეში და 200 მმ არის სიგანეში. შედარებით უფრო
პატარა 150 მმ-იანი 1200 მმ-ზე, სამი კონფიგურაცია არის და არის ასევე კიდევ უფრო პატარა ზომის, ესეც ასევე 6 ინჩიანი უკვე 6 ინჩიანი ისრაელის ანალოგი არის ჰერმეტულად ვაკუუმურ პაკეტში მოთავსებული. ესენი სამივე არის სამხედრო დანიშნულების სახურავი. მეცადეთ რომ ზოგადად მიმოვიხილა აი ამ სამედიცინო აიფაკების შიგთავსები გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი და შემდგომშიც მსგავსი ვიდეოების გადაღებას და დადებას გავაგრძელებთ, მაგრამ სამედიცინო მიმართულებაა დიდად ჩვენი ძირითადი მიმართულება არ არის, უფრო ძირითადად ჩვენი ვიდეოები შეეხება სამხედრო ტაქტიკურ აღჭურვილობას და მათ ტექნიკურ მიმოხილვებს. მადლობა ყურადღებისთვის.